თხილმაში ძალიან საერთოდ იგია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ყველგან გაფუჭებული და ყველგან დამეწყრილია. ეს მეწყრის გამო და თოვლის გამო ხო ალბათ? ორი მეწყერია ეწვევებული ჩავარდა მაშინა. ძირითადად მაშინა არა იქამდეც იყო, მაგრამ მერე იმ წვიმების მერე დეფორმაცია რომ აქვს მიღებული რა თქმა უნდა, არც ერთი კარი ვერ იგებია. ესენი აგის გაიძარა უკვე ისენი და იქით კლაგაბლებული არა ისე ჩამოღობა. ნამდვილად გვეშინოდა ამ ზამთარში. ნამდვილად გვეშინოდა რომ აი არ ჩამეინგრეს და არ იქნა. თოვლის პერიოდშიც განსაკუთრებით. განსაკუთრებით თოვლის პერიოდში გვეშინოდა მაგრად. გამევირაგოები თვითონ არა და ხანემიდვია გაზის იგი კლონკა. სოფელში ძალიან ბევრი სახლი დაინგრა, ძალიან ბევრი. ამას ახლა შედა იაკ ჯარგვალი აქვს მაგარი და პატარა გუძლო თუ რა არის და გვითოვლია სახლი. ახლა ახლა ჩამოვყო რომ ჩავარდარი, ხა? ახლა აი გაერთიანებული ზევს დამოწეული მიწა. აჰა. და იმდენი დაიწია, გამოვიდა. ეს იყო ასე დამრეცი, ახლა თხილები მქონდა, ეწეიღო მოვკლის ახლა შეიტანა იმაზე რა ქვია. ანა ჩალ, მაგრამ სამომავლოდ მონიშნულია უკვე რომ სამომავლოდ უკვე წეიღოს თუ მაგარი წვიმები და რაღაცა დარჩა. დახმარება თუ კი მოხდება ამ მეწყერსაშიში ადგილების, არ ვიცი, სათავნების არის მიზია უფრო მეტად საჭიროებს სათავნები. რომ გაჩერდეს მიწა, აღარ წევიდეს. ასე მასიურად არ ყოფილა, მაგრამ ახლა კი წაკრავდი ყურს, ალაგ-ალაგ რომ ვიღაცას რაღაცა წაართვა მიწა, რაღაცა მოსკდა წავიდა. იყო მაგფერები, მაგრამ ასე ერთდროულად რომ ყველას ასე მოსახლეობას რა თქმა უნდა დაზარალდა, ახლა სახლები რამოდენიმე მოსახლე ადგა და გადავიდა სასწავლებლად. ხო.